შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს არაფერია ცნობილი დაიწყება თუ არა გამოძიება პირველ არხზე მომხდარი ფაქტის გამო. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუსიკალური ნომრის დროს 10 წლის გოგონას დაცემას ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი კრიტიკის სივრცეს. იურისტების განმარტებით საქმე გვაქვს იმგვარ უპასუხისმგებლობასთან, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ექცევა. ბავშვის დედამ თქვა, რომ ფაქტობრივად შვილის მკვლელობას აყურებინეს. უყურებდა თუ არა როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა გადამწყვეტია წუთები ამბობს მშობელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი და სიმღერის აკადემია მთელი ეს პერიოდი თავს იმართლებდნენ. სიმღერის აკადემიამ საზოგადოების წინააღმდეგ აგრესიული და შეურაცხმყოფელი გზა აერჩია იმის სანაცვლოდ, რომ ბოდიში მაინც მოიხადა. აღმოჩნდა, რომ თავის მართლების ფონზე მხოლოდ დღეს მოიხადა ბოდიში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ოჯახში დარეკვით. საზოგადოებისთვის კი მშრალი ტექსტის გამოქვეყნების მერე, რომლითაც პასუხისმგებლობას იხსნიდა, არაფერი უთქვამ სხვა. ესეც მას მერე, რაც ბავშვის დაცემის ვიდეო კადრი გასაჯაროვდა და საზოგადოების აღშფოთება მოხდა. მძიმე შემთხვევა პირველ არხზე მუსიკალური ნომრის შესრულებისას 9 ივნისს მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილის კადრების ნახვა, რომლის საშუალოდაც არავინ მივიდა, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დედისთვის. მომხდარზე რამდენიმე დღიანი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ 10 წლის გოგონას დედა დღეს უკვე სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს. მთავარი ვისგანაც საჯარო ბოდიშს მოითხოვს სიმღერის აკადემია, რომელშიც მისი მცირეწლოვანი შვილი 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. თამარ აკობიას მიაჩნია, რომ ახლა ბოდიშის მთავარი ადრესატი მისი ოჯახი. ანკა და ანკას მეგობრები არიან. ისინი ვინც მაშინ გადასაღებ პავილიონში იმყოფებოდნენ. ჯერ არ გადამიწყვეტია ეს იქიდან გამომდინარე, რამდენად თვითონ გააცნობიერებენ რა ჩაიდინეს. თუ გააცნობიერებენ ამას, რაც ჩაიდინეს და ბოდიშს მოგვიხდიან ოჯახს, ბავშვს, ბოდიშს მოგვიხდიან ოფიციალურად, იბატონოს დაპატიებს. გააცნობიერონ თავიანთი დანაშაული, მარტო ჩემ წინაშე არა, მარტო მე ჩემ ოჯახს კი არ უნდა მოუხადონ ბოდიში უნდა მოუხადონ იქ მყოფ ყველა ბავშვს. თავად აკადემიამ განცხადებების გავრცელება შეწყვიტა და ბოდიშის მოხდას დუმილი ამჯობინა. ფორმულა დაუკავშირდა სიმღერის აკადემიას იმის გასაგებად აიღებენ თუ არა მომხდარზე პასუხისმგებლობას. დაპირების მიუხედავად მათგან პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. გუშინ კი სიმღერის აკადემიამ ზედიზედ 2 განცხადება გაავრცელა. ორივე მათგანში მხოლოდ თავის მართლება იკითხებოდა. მეორე განცხადებაში აგრესიაც დაუმატეს, რომელიც იმ საზოგადოებას მიემართებოდა, რომელმაც გულწასული ბავშვის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო აღშფოთება ვერ დამალა. დირექტორმა ბოდიში მოიხადა, თუმცა არხის თანამშრომლები აქტიურად აგრძელებენ თავის მართლებას. საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერიდან და საეთეროდან მოვისმინეთ, როგორ მუშაობენ თანამშრომლები სტუდიაში და როგორ ვერ მოხდა ბავშვის დაცემის მომენტი ვერც ერთი ოპერატორის ობიექტივში. ხდება ხოლმე, რომ ხდება კადრში რაღაცა, მაგრამ მოხდა ისეთი მომენტი, როდესაც ამ 6 კადრს ამ 6 კამერას თავისი დავალება ჰქონდა მიცემული და ისინი როიღებდნენ ის იყურება არ უყურებს მთლიანად იმას, რა ქვია, რა ხდება სტუდიაში, არამედ უყურებს თავის კამერაში, თავის ობიექტივში იყურება თუ რა ჩანს მის კამერაში. ეს არის მონიტორი, სადაც არ გამოჩნდა არაფერი, თორე მე პირადად ვიდექი და ვიყავი და აღფრთოვანებულები ამ ბავშვების რაღაცა სილამაზით და გიჟივით ჩავარდი მე, რომ ბავშვებისთვის მეთქვა მეეს, რომ ბავშვებო რა ლამაზები ხართ, რა ნიჭიერები ხართ და უცბად ბავშვი დამხვდა სკამზე, რომელიც სვამდა წყალს, მკითხე, შვილო რა დაგემართა, მეუბნება რომ დამცხა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თავის მართლებას შედეგი არ აქვს. საზოგადოება არხის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ აიღონ მათი წილი პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე. სურს დღევანდელ გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მოახსენო, რომ ის დარტყმა, რომელიც მიადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას 9 ივნისს მათ გაპრიალებულ საეთერო სტუდიაში, ის დარტყმა, რომელსაც ალბათ დიდხანს ვერ მოიცილებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ალბათ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს, თუმცა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს. იურისტთა განმარტებით პავილიონში მყოფ ზრდასრულ ადამიანებს ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის პასუხისმგებლობა ჰქონდათ, რაც მათ არ შეასრულეს. ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ ბავშვს, რომ რამე მოსლოდა იმ 3 წუთში, ისევ ვერ
დანახვაზე იქნებოდა საუბარი. თუ უკვე გამოძიება კითხავდა ოპერატორს, რატომ გადაიტანა კადრი, მუსიკოს რატომ მიიხედა დაცემის ხმაზე და გააგრძელა სიმღერა. უკანა რიგში მდგარ ბავშვებს და მათ მშობლებს რატომ არ მიეშველნენ ბავშვები. უფროსებს, რომლებსაც ეს ბავშვები ყავდათ ჩაბარებული, თუ ვერ დაინახეს, რატომ და როგორ ვერ დაინახეს. ისე ახლად შეუძლია გამოძიებას იგივე გაარკვიოს. არის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი და დაუხმარებლობა ქვია. ამ ადამიანებს იქ ვინც იყვნენ დასრულები, ჰქონდათ ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნაზე პასუხისმგებლობა, ასევე კონკრეტულად უკვე როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მათ ჰქონდათ ვალდებულება რომ დახმარებოდნენ ბავშვს და ეს რაც ნახეთ პირდაპირ ეთერში შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, შესაძლებელია შეიცავდეს და უნდა დაიწყოს გამოძიება, გამოვლინდეს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები. საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში მომხდარი შემთხვევის მსგავსი არაერთი მაგალითი არსებობს. პირდაპირ ეთერში მოედანზე გონი დაუკარგავთ ფეხბურთელებს, ჯარისკაცებს სამხედრო აღლუმზე და საპატიო ყარაულში. ამისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ მთავარია ამაზე როგორ რეაგირებენ გარშემომყოფები. ბოლო წლებში ოფიციალური ორგანიზაციების წესდებაში შავით თეთრზე წერია, რომ არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი. როდესაც სპორტსმენი ცუდად ხდება, მსაჯი ვალდებულია თამაში გააჩეროს და მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ. დიდი ხანია ფაქტობრივად ყველა ფედერაციამ და განსაკუთრებით FIFA UEFA მიიღო გადაწყვეტილება, რომ როდესაც თავის ან ისეთ ტრამვასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფეხბურთელი ვერ ახერხებს განძრევა, შეიძლება საგოლე შეტევა მიდიოდეს, მაგრამ მსაჯი უბრალოდ ვალდებულია გააჩეროს თამაში და ამას აღარც წვენით ხვდება არავინ და აღარც რაღაც შეძახილებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უმთავრესი არის ჯანმრთელობა, მithumetes ეს იმდენად სხვა დონეზე ავიდა ერიkssenis შემთხვევის შემდეგ, რომ ყველამ კარგად იცის. ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ოცნებიდან ამ ამბავს გამოეხმაურა, ნინო წილოსანია. ოცნების დეპუტატს მომხდარზე წუხილი არ გამოუხატავს. მისთვის მხოლოდ საზოგადოების რეაქცია აღმოჩნდა გამაღიზიანებელი. ეს კი იმ ფონზე, როცა ნინო წილოსანი წარმოადგენს პარტიას, რომლის მიმართაც ჯერ კიდევ მმართველობის დასაწყისში განჩნდა მძიმე კითხვები ბარბარე რაფალიანცის საქმეზე. გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული მძიმე კადრების შეფასებისგან თავს შევიკავებ. ჩემი პოსტის ძირითადი ადრესატები არიან ადამიანები, ზრდასრული ადამიანები, რომლებიც წესით უნდა ათვიცნობიერებდნენ ბავშვების მყიფე ფსიქიკასა და მათ მოწყვლადობას. მიუხედავად ამისა, მგონი არ დარჩენილა არც ერთი ინფლუენსერი, ვინც არ დააკომენტარა და საჯაროდ არ შეარსხვინა ეს ბავშვები. იმის ნაცვლად, რომ ამ შემთხვევაშიც ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან ემოქმედათ და როგორმე სხვა ფორმით გაგვიანალიზებინა და დაგვენახა ეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზებზე გვემრჩელა, ბავშვების საჯაროდ გაკიცხვა არჩიეს. საჯაროდ გავრცელებულ კადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ამ დრომდე არ ქონია. იურისტები მომხდარში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავენ. საუბარია 319 მუხლზე, რაც მოქალაქეს თუ მისი სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება, გასაჭირში მყოფის დახმარებას ავალდებულებს. მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებმა დაუყოვნებლივ სხდომის ჩანიშვნა მოითხოვეს. ვასილ მაღლაფერიძემ მათ შეატყობინა, რომ სხდომა ორშაბათს დილის 12 საათზე დაინიშნებოდა. თუმცა ბორდის წევრები მოითხოვენ, რომ სხდომა რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს. თანაც ისე, რომ სხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცეს.